გესალმებით კიდევ მეგობრებო. ჩემო თანაშემწეც იურისტმა მარიამ ჭყონიამაც დაამატა ამ საქმესთან დაკავშირებით გაზრდილი საქმე. მოწმული საქმე თავისი შემადგენლობით, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური შემადგენლობით ძალიან საინტერესო და მთავარ პროკურატურას უმორჩილეს უთხოვთ, რომ ამ საქმეზე მოახდინოს დროული რეაგირება, ჩაატაროს მთელი რიგი გამოძიებები, რაც ითვალისწინებს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარეების დაკითხვას, რა თქმა უნდა, დაკითხვა უნდა მოხდეს ასევე ნოტარიუსის, რომელსაც შეადგინა უშუალოდ ეს ანდერძი და მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ პროცედურებში და ასევე უნდა მოხდეს მთელი რიგი ექსპერტიზების ჩატარება, რადგანაც თუ კი მოცემულ ანდერძზე ექსპერტიზა არ ჩატარდა და არ მოხდა სათანადო გამოკვლევა, რა თქმა უნდა, სრულ ჭეშმარიტებას ვერ მივიღებთ მოცემულ საქმეზე და რაც შეეხება ამ საქმის ცვლილებას უშუალოდ სასამართლოში ეს საქმე კი მიმდინარეობს, მაგრამ აქ ჩართულია მთელი რიგი დაინტერესებული პირები, რომლებიც ხელს უწყობენ, რომ არ მოხდეს საქმის დროული გამოძიება, საქმის დროული შესწავლა და სასამართლო ვერ იმსჯელოს ამ საქმეზე შესაბამისად და ვერ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. უმორჩილეს ათხოვ პროკურატურას მოახდინოს ამ საქმის გამოძიება და თუნდაც სასამართლო პროცესების მსვლელობის შეჩერება იმ დრომდე სანამ არ მოხდება გამოძიების მიერ დადგენა ანდერძის ბათილად ცნობის და მთელი რიგი საქმეზე ჭეშმარიტებების დადგენა, რადგანაც ანდერძი, რომელზეც მოწმე ამბობს, რომ არ არის ჩემი ხელმოწერა და როდესაც მოწმე ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ანდერძზე მე არ მქონია ხელი მოწერილი, ვერ შეიძლება რომ ამ ანდერძის აღსრულება მოხდეს და ამ ანდერძით რომელიმე მემკვიდრეობის მიერ დატოვებული მემკვიდრის ზიანი დადგეს სახეს. ეს არ შეიძლება, ეს არის სრული უსამართლობა და რომელზეც ჩვენ მე და ბატონი ლაშა ჯანიბეგაშვილი ამ დავას ალბათ სტრასბურგამდე ავიტანთ და ჭეშმარიტებას მოვფენთ ამ საქმეს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ამორალური დავა, თუნდაც იმის გამო, რომ ეს არის მემკვიდრეებს შორის დავა. ჯერ კიდევ გეცოდნებათ, რომ საოჯახო დავები, როდესაც მიმდინარეობს, ყველაზე მტკივნეული დავა არის და-ძმას შორის დავა და აქედან გამომდინარე ეს დავა არის ძალიან მტკივნეული და ამაში ყოველთვის ვცდილობთ ასეთ დავების დროს მორიგება გავაკეთოთ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მორიგებამდეც კი ვერ მივდივართ, იმიტომ რომ მთელი რიგი ფაქტორები, მთელი რიგი პიროვნებები უშლის საქმეს ხელს, რომ ეს დავა მორიგებით დაამთავრდეს და აქედან გამომდინარე და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე იძულებული აღმოჩნდით, რომ დღეს ჩვენ პროკურატურაში მოსულიყავით და არა თუ იმ სოფელში, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგის დაცხოვრობს, იმიტომ რომ მას არ უნდა რომ მის ძმას მოურიგდეს, მას არ უნდა რომ მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმა კარგად იყოს და კეთილდღეობაში იყოს და რაღაც რამოდენიმე წლის თუ რამოდენიმე არ ვიცი რა პერიოდის ცხოვრება დარჩენია რომ კარგად იყოს. მას უნდა რომ მისი ძმა გამოასახლოს. აქედან გამომდინარე ჩვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზეზით იძულებული აღმოჩნდით პროკურატურას შეგვეტანა საჩივარი და მოგვეთხოვა გამოძიების დაწყება და უმორჩილესად ვთხოვ მთავარ პროკურატურას და გამოძიებელს და პროკურორებს და ყველას, რომ ვთხოვთ დაინტერესდით ეს საქმე აიყვანეთ კონტროლის ქვეშ და სრული ჭეშმარიტება დავადგინოთ ამ საქმეზე, რომ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ დარჩეს უსახკარო და არ დარჩეს მისი შვილის შვილები ღიაცის ქვეშ და მოწყალების თხოვნელები არ დარჩეს. ძალიან გთხოვთ. ეს ადამიანი დღეს მისი სიცოცხლე სერიოზულ საფრთხის ქვეშ დგას. არავინ იცის ახლა სასამართლო გადაწყვეტილებით რომ გამოასახლონ. შეიძლება ეს ადამიანი გარდაიცვალოს კიდეს ქუჩაში ღიაცის ქვეშ ცხოვრებისას. მას სავალდებულო წილი კი აქვს მიღებული, ამისთვის წლები დაჭიდა, სასამართლო დავა დაჭიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ დგას დღეს იმ საფრთხის ქვეშ, რადგან მისი მოწინააღმდეგის წარმომადგენლებმა მოითხოვეს საძერო უფლების გაუქმება ნატურის გაყოფის გარეშე აუქციონზე გატანის გზით. ეს არის მეგობრებო საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენების ნათელი ფაქტი. მიმართავ მთავარ პროკურორს ბატონ შალვა თადუმაძეს აიყვანოს ეს საქმე პირად კონტროლზე, შეისწავლოს ანდერძთან დაკავშირებით, ნათელი მოეფინოს ყველა კითხვის ნიშანს, ნათელი რატო არ ასახელებს ანდერძის მიერ მემკვიდრე, როდესაც ნოტარიუსთან მიდის, თავისი ძმა ცოცხალია. რატო არ ხდება ესე? რა ხდება? რა უფლება აქვს ადამიანი მივიდეს, ანდერძით მიიღოს მემკვიდრეობა და თავის დაძმის ცოცხლად ყოფნის ფაქტი დამალოს და მე იმავე დაძმას დაუწყოს გამოსახლებაზე დავა. არაა ეს მოტყუებით მიყენებული ქონებრივი არის? არაა აქ სისხლის სამართლის დანაშაული? რა თქმა უნდა არის და კანონი იძლევა იმ საშუალებას, რომ ვიბრძოლოთ და ჩვენი ბრძოლები კიდეც წარმატებებს ვისურვებთ.